პირველ რიგში ელდარ შენგელაიძე უნდა ვიკითხო და ამ ფილმებზე და მათ მნიშვნელობაზე დღევანდელ რეალობაში ხო მე მგონია რომ ძალიან ცოცხალი არის ყველა ის გამოწვევა და ყველა ის თემა რაზეც ელდარ შენგელაია ფილმებს იღებდა ჩვენს დღევანდელ რეალობაში და მოდი ჩავთვალოთ რომ მისი სათქმელი დღევანდელ ამბებზე ეს იყო მისი ფილმები თუ ასე შევხედავთ მადლობა მოწვევისთვის მე უყურადღებით გისმენთ თქვენს და ხავდოლ დანასაც ძალიან კარგი შესავალი ჰქონდათ იმ ხრივ რომ ყველა თავი აქცენტი დასვით თქვენ თვითონ გაგეთ. მე ვეცდები რაღაცნაირად გავშალო ეს ამბავი რაც თქვენ ბრძანეთ. უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მწუხარებით აღვნიშნო ეს ამბავი რომ დღეს აღარ გვყავს ადამიანი რომელიც წარმოადგენდა სახეს ერთ-ერთ სახეს იმისა რასაც ერქვა ქართული კინო. რითაც ჩვენ ცნობილი ვართ სოფლიოში როგორც აი კინემატოგრაფიული ქვეყანა, რითაც თქვა თავი მოგვაქვს სამართლიანადაც. ეს იყო ის ხალხი ვინც ქმნიდა აი ამას ყველაფერს და ეს იყო ის ხალხი ვის მემკვიდრეობაზეც უნდა გაიზარდოს ახალი თაობა. ხა მეორე ამბავია ის რომ უდაოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მისი ფილმები რაც ჩამოთვალე და რა თქმა უნდა სწორედ ის ამოსავალი ერთ-ერთი ამოსავალი სიმსუბუქე რაც მან დავით კლიაშვილიდან აიღო ხერხად ის იმპრესიონიზმი თუ შეიძლება ესე ითქვას აი ამ გადმოცემის ამბავში ხო ეს რაც თავის ხერხად ტრანზაქცია ეს მიუთითებს მის ძალიან ღრმად კარგად ცოდნას აი ამ ქართული ეროვნული საგანძურისა თუ შეიძლება რაზე დგას ეს ჩვენ ქართული იდენტობა და ქართული თქვა ცნობიერება. ამიტომ მინდა აღვნიშნო რომ იყო უნიჭიერი ეს ადამიანი იმ ხრივათაც რომ ის ქმნიდა ყველა ფილმში, ყველა ფილმის დროს ის ქმნიდა უნიკალურ გუნდს. ამ გუნდში შედიოდნენ ადამიანები, რომლებიც იქნებოდეს კინოოპერატორი, იქნებოდეს კომპოზიტორი. ეს ჩვეულებრივი სახელები არის, ეს არის სახელები ვიზეს დგას მაგალითად გია ყანჩელი და ჯანსუღ კახიძე. კინოოპერატორები გია გერსამია, გენო ჩირაძე, ლევან პაატაშვილი ჩემი პედაგოგი თქვა, ნუ აი საოცრებები ამ გენიალური კინოოპერატორი ამ შემთხვევაში თუ მართლა ვილაპარაკებთ პაატაშვილის შემთხვევაში აბსოლუტურად გენიალური აბსოლუტურად აი ეს რასაც თქვა იმას რასაც იღებდა აი ის დასაწყისი კადრი რაც არის რომელიც გადაღებულია სხვაშორის ძალიან სიმბოლური არის კადრი რითაც იწყება ცისფერი მთები ეგ არის ის ადგილი სადაც მაგალითად ოთარიოს ელენსთან გადაღებული გიორგობისთვის ტრამვაის სცენა სადაც ბადურ წულაძე იქნება ძალიან კინემატოგრაფიული დატვირთული ადგილი იყო ძალიან დატვირთული ადგილია ხო და აი ეს ახერხებდა თან როგორ ახერხებდა რომ ის კი არა რომ მათ იყენებდა თქვა რაღაცისთვის როგორც შევიეთ ხოლმე დიდ რეჟისორებს არა ყველა თავის სათქმელს ამბობდა ყველა შეეძლო როგორც ოპერატორს ასევე კომპოზიტორს ასევე ფილმის მხატვარსაც კი შეეძლო ეთქვა რომ მისი საავტორო ფილმი არის ანუ არავის ღვაწლი და არავის შრომა არ იკარგებოდა ელდარ შენგელაიას ფილმებში და ამიტომ ამ ხრივათაც გამორჩეული ადამიანი იყო გარდა იმისა რომ იყო ურთიერთობაში არაჩვეულებრივად სასიამოვნო ძალიან ხშირად ვსტუმრობდა სამინისტროში როცა მუშაობდი მაშინ მე ის შემოივლიდა ხოლმე თითქოს რაღაცა საქმეზე მაგრამ რაღაცა აი დაგხედავდა რაღაცა აი დასაკეთებს გამოკითხავდა წავიდა ისაუბრებდა რაღაცას ეგ და ოთარიოს ელიანი იცოდა შემოვიდა ეს ხო და აი რა ვიცი ძალიან გულდასაწყვეტია ეს ამბავი მაგრამ დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა რომელიც მემკვიდრეობაზეც შეიძლება გაიზარდოს ახალი თაობა ეს არის ის ქრესტომატიული მასალა რითაც შეიძლება გავზარდოთ ჩვენ მომავალი თაობა და რითაც შეიძლება ისევ გახდეს საქართველოს კინო თქვა აი რაღაცა თუმეტეს რომ ახლა გარემოც უწყობს ხელს რომ მეტიც ეს სკოლა რასაც იგავური ენა ერქვა ხო რაღაცნაირად შემოტრიალდეს იმიტომ რომ თითქოს ეგეთ საზოგადოებას ხალიფდებით ხო გაგახსენებთ ერთ ეპიზოდურ როლის შემსრულებელ ადამიანს შერეკილებში რომელიც კარებში დგას კარში ჭიშკარში დგას ყავაჟით ხელში და იძახის კარანტინია ჩვენთან არ შემოხვიდეთ ეგ არის ჩვენი ქვეყანა ეხლა ამწუხდა სულ კარანტინი მოცხადა ჩვენ ქვეყანაში ვიღაცა ყავარჯნიანი კაცი დგას საზღვარზე და არ უშვებს იმას რაზეც იგივე ხუთაუდი შეიძლება ყვირის რომ თვალი დაუდგეს ევროპას ბოლოს მეც აქ ვარ რომ იძახს ანუ ეს კი გვეცინება ხა ჩვენ ამაზე ყველაფერს მაგრამ ეს არის უმკაცრესი და უმძიმესი რეალობა რაში ჩვენ ხარ ამწუხებს ხოლმე ბოლოს დღეს რა ვიცი ხა ძალიან უცნაური დღეა დღეს ტრაქტატის დღეა დღეს მოეწერა 4 აგვისტოს მოეწერა ხელი ტრაქტატს ნუ 242 წლის წინ მოეწერა ხელი ტრაქტატს. იცი ხვდებით ახლა ამ ტრაქტატის დღეს ხვდებით იმით რომ საყოველთაოდ აღიარებული პუტინის ნომერი პირველი მტერი სააკაშვილი გვიზის ციხეში. მესამე პრეზიდენტი. 45,000-ზე მეტი უდანაშაულო ახალგაზრდა ზის ციხეში. ქალბატონი ზის ციხეში
რომელიც აი ამ წუთას წარმოადგენს ზოგად განზოგადებულ სახესაც და კონკრეტულ ბიოგრაფიასაც ქართველი ხარის თუ შეიძლება ესეც. ასე კიდე ყველაზე მძიმე ერთ-ერთი რაზეც ხავდოლანას ესე ვეთანხმები ფსიქიატრიულში გადაყვანის საფრთხე ემუქრება პედაგოგს და ეს არის ძალიან ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. იცით როგორ არის აი იგივე ის რასაც უკავშირდებოდა ვთქვათ ეს პერიოდი, რასაც დათბობის პერიოდი გასულა, მაშინ წარმოიშვა ეს ფსიქიატრიულში ხალხის გადაყვანის ეს რაღაცა პირველი პრეცედენტები, თქვათ, მაშინ შეიქმნა, რომელიც საფუძველი იყო ამისი ის, რომ ისინი გეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება ბედნიერი როგორც სტალინმა უძენა მათ ეს ეთყრებობაზე, რომ ის გადახარჯოს, ისინი თქვათ, აღარ ქონდა უფლება, რომ ყოფილიყავ. სოციალისტური რეალიზმი ეგ იყო, ხო და რეალიზმი ოღონდ კარგად თანახმდა. შენ თუ ცუდად ახარ და შენ თუ ეს არ მოხდა, შენ გიჟი ხარ და ამიტომ გადასაყვანი ხარ იქ. ეხლა შეხედეთ რა ხდება ჩვენთან, ჩვენ გვეუბნებიან, ჩვენ აგვიხსნეს, რომ ეს არის ქართული ოცნება, რაზეც უნდა ოცნებოდეს ქართველი ადამიანი და შენ კარგად ახარ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში ხარ და შენ თუ ეს რაღაცა არ მოგწონს, შესამოწმებელი ხარ. ანუ ანალოგიაც აღარ ქვია. აი არაფერი აღარ ქვია. პირდაპირ სახელმძღვანელოს მიხედვით ისინი ახორციელებენ საქართველოს უკვე მერამდენ ოკუპაციას აღარ ვიცი. აი რაც თავია ეს არ გამოვა, არაფრით არ გამოვა, ამაში დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული რომ არ გამოვა, დარწმუნებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს აი ამდენი რაში მიდის ჩვენი დრო, მთელი დრო, ჩვენი ენერგია, ჩვენი რა ვიცი, ცხოვრება მიდის იმაში, რომ რაღაცნაირად გაგვაჩერონ. აი არ გავფრინდეთ, აი არ გავაკეთოთ არაფერი და აი ამ გაჩერებაში კლავენ. აი ამაში არის საქმე. აი ამ გაჩერებაში ხდება ჩახშობა და გაქრობა იმისი ყველაფრის დასას. რაღაცნაირ უნიჭობაში კიდე, აი სხვა შორის აი რაც უნიჭობა ეგ არის მაგაშია საქმე. ხო, იცი რა არის, იმიტომ რომ არსებობს ავტორიტარული რეჟიმები ეფექტური და ესეთი. ეს არის რაღაცნაირად ლუზერული ავტორიტარული რეჟიმი. გაგებით რომ ეს დაფუძნებული არის აბსოლუტურად რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წარუმატებლები და მეც წარუმატებელი ვარ. ანუ შენ ამ ქვეყანაში კი მე შენი ავტორიტარი ვარ, მაგრამ უსაფრთხოდ ვერ გაგრძნობინებ თავს. ანუ შენ შეიძლება ქუჩაში რაღაც დაგეცეს, შიერიც მოკუტები, არაფერი არ გექნება, მაგრამ ამავდროულად მაინც მე უნდა ვიყო ავტორიტარი. აი ამ მოდელზე არის დაფუძნებული. საბჭოთა ამ მოდელზე არ იყო დაფუძნებული. არსებითაც სხვა მოდელზე იყო და აი ესეც ტრანსფორმაცია. აი ჯერ საბჭოთა კავშირი და ჯოჯოხეთი იყო და იმის გროტესკული ვერსია გვაქვს ჩვენ ახლა ამ წუთას ახლა ჩვენ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე ვფიქრობდით, სხვა გეგმები გქონდა, სხვა რაღაცები უნდა მომხდარიყო იგივე კინოში, როცა კინოზეა საუბარი, აი რა გეგმები ჩვენ გქონდა, რა მიმართულებითაც უნდა განვითარებულიყო, იგივე თქო ევრიმაჟის გაკეთება, კინოცენტრის მთლიანად შეცვლა, ხო, რაღაცა ძალიან დიდი გეგმები გქონდა, რომელიც ნუ მე იმედი მაქვს, რომ ეს შეჩერდა, დატორმოზდა რაღაცა დროით, არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ გავახცებთ აქიდან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წუთას რა ვიცი, ძალიან მძიმე სიტუაცია არის, მძიმე დღე არის თავისთავად ეს დღეს, ნუ ყოველ შემთხვევაში აი ტრაქტატის იუბილე არ მახსოვდა. უნდა ვაღია რომ იყო დრო დიდი ზარზეებით აღინიშნებოდა საქართველოში ეს თარიღი და კინოებს და ზოგი სერიალებსაც კი იღებდა ამ თემაზე, მაგრამ ნუ ფაქტია რომ თითქოს ამ ხრივაც აი როცა ჩვენ ლაპარაკობთ ქალთოვანასაც ვესაუბრე ხო ამაზე. ეს არ შეეხება მართლა პოლიტიკურ დაპირისპირებას იცილო-ბიცილოს. ეს უფრო დიდ საკითხებს, დიდ თემებს შეეხება, ხო? ის წინააღმდეგობები რაც ახლა არის ჩვენ საზოგადოებაში. შეეხება მართლა იმას, რა ხარ შენ ქართველი. აი როგორ უნდა დაინახო საკუთარი თავი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ აი მზიამაღლებელზე რომ ამბობ, რომ ეს დანაშაულია, რაც მზიამაღლებელია, ეს ქართველობაზე უარის თქმა არის ინამდვილეში. აი მართლა ქართველობაზე გადასმა არის ყველაფრისთვის. რასაც აი ქართულ ქალზე, ქართლის დედაზე და ასე შემდეგ ვაპარაკობთ, ხო და ამ ნაწილს როგორ უყურებთ? არა იმას რომ ცდელობა აღწეროთ. ცდელობა რა თქმა უნდა არის. უბრალოდ რამდენად შესაძლებელია რომ აი ესე შეიცვალოს ერის იდენტობა და აი რეჟიმის ცდელობამ ესე ამოატრიალოს ის. კიდევ ამბობ ეს ცდელობა, ნუ ამ ტრის მართლაც აი როგორ თქვენი თქმის არ იყოს, აი უნიჭო ადამიანების ძალაუფლებით აღშურული, აი განუზომელი ძალაუფლებით აღშურული უნიჭო ადამიანების კოშმარში ვცხოვრობთ ახლა ამ წუთაში ჩვენ რასაც ესინი აკეთებენ. შეცვლით, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლიან, ამასაც გადავიხარშავთ, ამასაც მოვერევით, ამასაც მაგრამ ისიც როგორ არის, თაობები მიდის, აი ამ ოცნებაში, აი ამ ფიქრში, იმეში, რომ როდესმე მართლაც ეს ჩვენი ურემი თუ ჩვენი რაღაცა რაში თუ რა გაფრინდეს და ნუ რაღაცა გავაკეთოთ და ამის პოტენცია არის, უზარმაზარი პოტენცია. დიახ. მარტო თქვათ იგივე აი ჩემი მშობლების თაობის კაცი იყო ბატონი ერდარი. იგივე ჩემი თაობაც აი რაღაცა რო უძახიან რაღაც დაკარგულ თაობას რო გვიწოდებენ, კი ბატონო რაღაცას ვიწვალეთ, რაღაცა ვაკეთეთ. ეხლა მთავარი ყურადღება აი ამ
რეჟიმის გახლავთ ის ამბავი, რომ შემდეგი თაობა, ჩვენი შვილების თაობას ჩასხონ ისე, რომ მათ აღარ მოუნდეთ არაფრის კეთება, მათ აღარ მოუნდეთ ამბიცია გაუქრეს, ის რომ შენ რაღაცის კეთების უნარი, სურვილი და ნიჭი გაქვს. არ გამოვა ეს ამბავი. ნამდვილად არ გამოვა ეს ვიცი. ხო, აი ამის რწმენა არის ალბათ ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და შემდგომ ჩვენ უკვე აი სწორედ ფსიქიატრის გამოყენებაზე ამ მავნე პრაქტიკაზე უნდა მავნე პრაქტიკაც რბილი სიტყვა არის ნამდვილად. როგორ უყურებთ პროტესტს და მე თქვენ აქტიურად ხართ მათ შორის მონაწილე ამ ყველაფრის ხო და თქვენი როგორც მოქალაქის ხედვა როგორია ამაზე მოკლედ რომ თქვათ და შემდგომ მეტი აქტიობა, მეტი ერთიანობის სიტყვა უკვე რაღაცა უკვე ესეთი ფონდები მიიღო და ესეთი რაღაცა რაზე ბევრი ხმაური ბევრი ხმაური, მეტი აქტიობა და ნუ ეს პროტესტი არ უნდა განელდეს. არ უნდა განელდეს არც ერთი დღით, არც ერთი წამით, არც ერთი. აი რაღაცა პოზიტიური ცვლილებები შეიძლება მეჩვენება, არ მეჩვენება, არის რაღაცა აი ამ პარტიებს შორის რაღაცა კოორდინაცია არის რაღაცა დაიწყო თქვა და რაღაცა აი ამის რეალური ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ მართლაც აი ეს პოლიტიკური ლიდერები გამოდიან და ჩამოთვლიან სხვა რიცხვებს, დღეებს, ყველა დღეს, ყველა რიცხვი, ყველა წუთი და საათი არის მნიშვნელოვანი და გასაპროტესტებელი. მადლობა ძალიან დიდი.